ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ პრილუკიზე რუსული დრონებით თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან 1 წლის ბავშვი, მისი დედა და ბებია. ასევე დაშავებულია 9 პირი. 6-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა გამთენიისას საცხოვრებელ რაიონზე მიიტანა იერიში. დაღუპული ბავშვი ადგილობრივი სახანძრო სამსახურის უფროსის შვილიშვილი იყო. ოლექსანდრ ლებედი გამოძახებაზე საკუთარ სახლში მივიდა. რუსების იერიშებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დღეს რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში ჩერნიჰივის რეგიონის ქალაქ პრილუკიზე. დაიღუპა უკრაინელი მაშველის ოჯახი. იმ კაცის, რომელმაც ცხოვრება სხვების გადარჩენას მიუძღვნა. რუსეთმა ეს მასაც გაუკეთა, ისევე როგორც ბევრ სხვას. თავდასხმები იყო ხარკივზე, სუმისა და დონეცკის რეგიონებზე, ნიკოპოლზე, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონის სოფლებზეც. ეს არის ყოველდღიური რეალობა იმისა, რისი გაკეთებაც რუსებს შეუძლიათ. სამწუხაროდ მსოფლიო მათ ამის საშუალებას აძლევს. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში, სადაც იერიშებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ამოქმედების შედეგად რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით დაჭრილია 3 ადამიანი. თავდასხმა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ტრამპის ინფორმაციით პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიტანდა იერიშს უკრაინაზე რუსულ აეროდრომებზე თავდასხმების sapasუხოდ. 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით დიპლომატიური ძალისხმევა არ წყდებოდა, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა. შესაბამისად, სასტიკი ომი ჯერ კიდევ გრძელდება.